ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს თბილისში რუსთავის გზატკეცილზე ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული პირი, ხოლო გულმკერდის არეში 2000 წელს დაბადებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლა რუსუდან ლოლაძეს ჩავთავთ დეტალებით პირდაპირ ეთერში რუსუდან გისმენთ. დიახ ლიზა, დავიწყებთ უახლესი ინფორმაციით. მართლაც ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელყვალზე გახსნა დანაშაული. უკვე დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა მოზარდი. მისი დაკავება სამართალდამცავებმა მოახერხეს დედაქალაქში, ასევე ამოღებულია მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად. ეს არის დანა. თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული. ეს ალბათ უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ამ წუთას ვიმყოფებით ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს 5 მოზარდის დაკითხვა, რომლებიც მონაწილეობდნენ ინციდენტში. აქ იმყოფებიან მათი მშობლები და ოჯახის წევრები. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთის დედას, ის ჩვენთან დეტალურად იხსენებს მომხდარ ფაქტს და ამბობს, რომ 7 მოზარდი, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემო ფონიჭალაში, ქვემო ფონიჭალაში გუშინ გვიანღამით წამოვიდნენ კონცერტის საყურებლად. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვემო ფონიჭალაში გაიმართა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდამჭერი კონცერტი. თუმცა ეს ქალბატონი ჩვენთან საუბარში კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ დაპირისპირება მომხდარიყოს პოლიტიკურ ნიადაგზე ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ქალბატონის განმარტებით უბრალოდ ახალგაზრდებს ერთმანეთის მისალმების ფორმა არ მოეწონათ და მხოლოდ ამის ნიადაგზე დაიწყო კონფლიქტი. აბსოლუტურად პოლიტიკური არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ მოხდა შელაპარაკება. საკმაოდ ისეთი შეკრული წრე იყო, კარგი ბავშვები არიან, მეგობრულები. და ვიცი რა მოხდა, არ ვიცი. საერთოდ სამეგობრო წრე 7 იყვნენ, ერთი დაკავებულია, ერთი დაღუპულია და 6 არიან. თქვენი შვილი დაკითხვაზე არის. რა თქმა უნდა. ჩემი თანდასწრებით კი ბატონო. ჩემი თანდასწრებით დაკითხეს. ზემო ფონიჭალიდან ყოფილან ბიჭები ჩამოსული და შელაპარაკების შედეგად მერე დაჭრეს. ზემო ფონიჭალებმა დაჭრეს ესენიო და მერე ალბათ საპასუხოდ რა მოხდა აღარ ვიცი. მე რომ გავიგე უკვე ყველაფერი სასწრაფო რომ მოვიდა, მაშინ გავიგე რომ რაღაცა მოხდა. კონცერტის მიმდინარეობის დროს მოხდა თუ დამთავრებული? არა, მიმდინარეობის დროს. რაზე დაიწყო კამათი? აი სულ უბრალოდ, აი ეს თქვეს რომ ცუდად რატომ მომესალმე. აი ესეთი მეტი არაფრის გულიზე მოხდა ეს ყველაფერი. ზემო და ქვემო ფონიჭალა მეგობრობენ, კაი მეგობრები არიან. აბა ამ შემთხვევაში რა მოხდა? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ხშირად არიან ეს ბიჭები აქ? კი, მეგობრები, არ ვიცი, ეს ბიჭი ნახდათ არ ვიცი ვინ არის და ისე რომ მეგობრობენ, ეს ვიცი. და მანამდე სხვა დროს ქონიათ კონფლიქტი? არასდროს. არა, მე არ გამიგია. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აქ ფონიჭალის განყოფილებაში იკითხება ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით სახის არეში არის დაჭრილი. მას შემდეგ რაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, აძლევს ამ წუთებში ჩვენებას და უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენ შევეცდებით მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზოთ. მადლობა რუსუდან, ეს რუსუდან ლოლაძე იყო.